ჯონ გარისონ ჯონსტონი, რომელიც ცნობილია როგორც ღვიძლის ჭამელი ჯონსონი, დაიბადა 1824 წლის 1 ივლისს, ლითლ იორკში, ნიუ-ჯერსი. მისი დედა იყო ელიზა გარისონი, ხოლო მამა აიზეკ გარისონი, რომელიც ითვლებოდა ირლანდიური ან შოტლანდიური წარმოშობისად. ჯონსტონს ჰყავდა 5 და ასევე სავარაუდოა, რომ ჰყავდა ძმაც. ახალგაზრდა ჯონსტონს რთული ბავშვობა ჰქონდა, რადგან მამა აიზეკი ხშირად ცუდად ექცეოდა მას. აიზეკი მხოლოდ ალკოჰოლიკი არ იყო, არამედ თავის შვილსაც ზედმეტად ამუშავებდა. დაგროვილი ვალების დასაფარად, ახალგაზრდა ჯონსტონი იძულებული იყო ფერმაში მუშად ემუშავა და ხშირად გადაღლილობის გამო გონებას კარგავდა. გარდა ამისა, აიზეკს აღწერენ როგორც გაბრაზებულ სასტიკ კაცს და სავარაუდოა, რომ მან ჯონსტონი ბავშვობაში სცემდა. მიუხედავად იმისა, რომ ამან შეიძლება გაამაგრა ახალგაზრდა ჯონსტონი, უდავოა, რომ ეს მის ხასიათზე გავლენას ახდენდა, რადგან ის შემდეგ გახდა ლოთი, ძალადობრივი და ფიცხი კაცი. როდესაც ჯონსტონი გაიზარდა, ვეღარ აიტანა ეს საშინელი მოპყრობა. ეხლა, როგორც ახალგაზრდა მოზარდი და უკვე საკმარისად დიდი, რომ თავის თავს მიხედოს, მან გადაწყვიტა დაეტოვებინა სახლი და მალევე მან იპოვა სამსახური ვეშაპებზე ნადირობაში სანაპიროს კუნერზე. დრო სწრაფად გავიდა და სანამ მიხვდებოდა, მან ზღვაში დაახლოებით 12 წელი გაატარა. ჯონსტონი ამ საქმიანობით დაიღალა და გადაწყვიტა, დრო იყო რაღაც უფრო საინტერესო ეცადა. ამ დროისთვის ის ძალიან დიდი კაცი გახდა. მისი სიმაღლე 6 ფუტს აღემატებოდა და წონა დაახლოებით 260 ფუნტი იყო. გარდა ამისა, მას აღწერდნენ როგორც მთლიანად კუნთებით სავსე კაცს, რომელსაც თითქმის არ ჰქონდა ცხიმი. 1846 წელს დაიწყო აშშ-ში მექსიკის ომი. ეხლა უკვე 22 წლის ასაკში ჯონსტონმა გადაწყვიტა შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტში ჩაეწერა, თუმცა მისი მეზღვაურის კარიერა ხანმოკლე აღმოჩნდა. გემბანზე ყოფნისას ჯონსტონის ერთ-ერთი თანამებრძოლი ლეიტენანტმა დასაჯა. ამან გააბრაზა ჯონსტონი და მისი იმპულსურობის გამო მან უფროს ოფიცერს დაარტყა, დარტყმა კისერზე მოხვდა და დროებით გათიშაიდი. გაბრუებულმა ლეიტენანტმა თავი წამოწია, მაგრამ ზუსტად ვერ მიხვდა რა მოხდა, თუმცა ეჭვი ჯონსტონზე ჰქონდა. შედეგად ჯონსტონი დასაჯეს და ერთი თვის განმავლობაში ნაპირზე გასვლის უფლება არ მისცეს. როდესაც ჯონსტონს ბოლოს მიწაზე ფეხის დადმის უფლება მისცეს, მან აშშ-ს საზღვაო ფლოტი მიატოვა და უკიდეგანო ველური დასავლეთისკენ გაემართა. დასაჯერად თავის ასარიდებლად, რაც ჩამოხრჩობით სიკვდილით დასჯას ნიშნავდა, მან სახელი შეიცვალა და ჯონ ჯონსტონ გარისონიდან უბრალოდ ჯონ ჯონსონი გახდა. მიჩნეულია, რომ ის კალიფორნიაში ჩავიდა, სადაც ოქროს ციებ ცხელების დაწყებამდე ცოტახნით მაღაროებში მუშაობდა. ამის შემდეგ ჯონსონი აღმოსავლეთისკენ გაემგზავრა, კოლორადოს გაიარა და შემდეგ ჩრდილოეთით, ვაიომინგში, ბოლოს კი მონტანას სამხრეთ ნაწილში, ალდერგულჩის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. იქ ის მერქნის დამჭელად მუშაობდა და თავისი დიდი აღნაგობის წყალობით ძალიან კარგად ამარაგებდა ორთქმავლებს შეშით. თუმცა ის სხვა ბევრ საქმესაც აკეთებდა, მათ შორის ნადირობას, მახეების დაგებას და არალეგალურ ალკოჰოლით ვაჭრობას. ამ პერიოდში მან გაიცნო თავისი ცხოვრებისეული მეგობარი და პარტნიორი, ჯეი-ექს სპიდლერი. ორივე მამაკაცის მასაც უყვარდა და აგრესიული ხასიათიც ჰქონდათ, რითაც სიამოვნებას ირებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯონსონი გამოცდილი მთისმონადირე იყო, მან თავისი დროის უმეტესობა მონტანაში ინდიელებთან ბრძოლაში გაატარა. სწორედ ამ დროს დაიწყო ჯონსონის ცხოვრების გარშემო მითი ზრდა. ლეგენდის მიხედვით, როცა ჯონსონი მონტანაში იყო, მან გაიცნო ახალგაზრდა ქალი, რომელიც ფლეთჰედების ინდიელთა თომს ეკუთვნოდა. ის საბოლოოდ მისი ცოლი გახდა და ერთად ცხოვრობდნენ ხის ქოხში, რომელიც ჯონსონს თავად ჰქონდა აშენებული. რა თქმა უნდა, დიდხანს არ გასულა, რომ ჯონსონის ცოლი დაფეხმძიმდა და ჩანდა, რომ ის ბოლოს შეძლებდა მშვიდ და ბედნიერ ცხოვრებას. მაგრამ ასე არ მოხდა. ერთ დღეს 1847 წელს, როცა ჯონსონი გარეთ იყო, ინდიელთა ჯგუფმა, რომელიც კროუს თომს ეკუთვნოდა, მისი სახლი დაარბია. სამწუხაროდ, ჯონსონის ფეხმძიმე ცოლი ამ თავდასხმაში მოკლეს, ხოლო მისი სახლი მთლიანად გადაწვეს. როცა ჯონსონმა ამის შესახებ გაიგო, დაიფიცა, რომ კროუს თომს მიაგნებდა და შურს იძიებდა. ჯონსონი კარგი მებრძოლი იყო და კიდევ უკეთესი მონადირე. ის კარგად იყო აღჭურვილი და დაიწყო მტრების ციცოცხლის დართმევა. როცა კროუს ბელადმა ამის შესახებ გაიგო, მან გაგზავნა რაზმი თავის საუკეთესო მებრძოლით, რათა ჯონსონს ერთხელ და სამუდამოდ მოეღო ბოლო. მაგრამ მათ ვერ შეძლეს. ღვიძლი ჭამია ჯონსონმა ყველა მათგანი მოკლა.
ამ ამბის მიხედვით ღვიძლიჭამია ჯონსონმა თავისი მეტსახელი იმიტომ მიიღო, რომ ყოველი მოკლული ქროუსტომის წევრისთვის მას ღვიძლი ამოქონდა და ჭამდა. ქროუსტომისთვის ღვიძლი აუცილებელი იყო საიქიოში შესასვლელად. ამიტომ მისი ჭამით ჯონსონი უდიდეს უპატივცემულობას გამოხატავდა ტომის მიმართ, რადგან გარდაცვლილებს საიქიოში მოხვედრის შესაძლებლობას ართმევდა. ჯონსონი დაუნდობელი იყო. მისი გარდაცვლილი ცოლის სიკვდილის შურის საძიებლად მიიჩნევა, რომ მან ქროუსტომის 300-ზე მეტი ადამიანი მოკლა. ამ დროისთვის მისი რეპუტაცია იმდენად გაიზარდა, რომ ამერიკელი ინდიელების ტომები მხოლოდ მისი სახელის გაგონებისასაც კი შიშით იკუმშებოდნენ. თუმცა ჯონსონის შურისძიება ქროუსტომის წინააღმდეგ შეწყდა მაშინ, როცა ის გაიტაცეს ამერიკელი ინდიელების ბლეკფუტის ტომის წევრებმა. იცოდნენ, რომ ქროუსტომი მასში კარგ ფასს გადაიხდიდა, ამიტომ ტყავის თასმებით დააბეს და წელს ზემოთ გააშიშვლეს, სანამ მყიდველებს შეხვდებოდნენ. თუმცა ბლეკფუტის ტომმა მნიშვნელოვნად ვერ შეაფასა ღვიძლის ჭამელი ჯონსონის შესაძლებლობები და მხოლოდ ერთ ადამიანს მიანდო მისი ვიგვამის დაცვა. დიდი დრო არ გასულა, რომ ჯონსონმა ტყავის თასმები გაახსნა და მცველი გათიშა. ამის შემდეგ მან სწრაფად დატოვა ბლეკფუტების ბანაკი და ტყეში გაიქცა. მაშინაც კი ჭორაობდნენ, რომ ის იმდენად მშიერი იყო, რომ მცველის ფეხი მოაჭრა და გაქცევისას შეჭამა. საოცარია, რომ ბლეკფუტების ტომიდან გაქცევისას ჯონსონი თავის ძველ პარტნიორს შეხვდა, რომელმაც სახლში დაბრუნებაში დაეხმარა. ლეგენდის მიხედვით, დაახლოებით 25 წლის შემდეგ მისი ცოლის გარდაცვალებიდან, ღვიძლის მჭამელი ჯონსონი საბოლოოდ შერიგდა ქროუსტომთან. მიჩნეულია, რომ ეს შეთანხმება ამერიკის საზღვრის ომების მზარდი საფრთხისა და ინდიელ ტომებს შორის დაალდობის ზრდის გამო მოხდა. თუმცა ეს პოპულარული ამბავი ჯონსონის ცოლთან, მის შურისძიებასა და მის თავგადასავლებით სავსე გაქცევასთან დაკავშირებით სინამდვილეში მითია. არ არსებობს რეალური მტკიცებულება, რომელიც ამ ამბავს ამღარებს და არაერთხელ ჯონსონმა თავად განაცხადა, რომ ეს ციცრუეა. მან მტკიცედ განაცხადა, რომ მას არასოდეს ჰყოლია ცოლი. როგორც ჩანს, ეს ამბავი წარმოიშვა იქიდან, რომ მან ერთ-ერთი ინდიელი ქალი ფრონტივის პოსტამდე მიაცილა. მათ მისვლისას ქალმა განაცხადა, რომ ისინი ქმარი და ცოლი იყვნენ, რათა მას შევითროება აერიდებინა. გარდა ამისა, მისი სამხედრო ჩანაწერები არსად ახსენებს პირად ომს ქროუსტომთან. სინამდვილეში უმეტეს შემთხვევაში მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა ქროუსტომთან. ერთი წყარო კი ამტკიცებს, რომ ქროუსტომმა მას ბელადის წოდება მიანიჭა, რადგან პატივს სცემდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯონსონმა აღიარა, რომ რამდენიმე ქროუს მებრძოლი მოკლა, ეს ყველაფერი თავდაცვაში მოხდა. სამოქალაქო ომის დაწყებისთანავე, ჯონსონმა გადაწყვიტა გაწევრიანებულიყო კავშირის არმიაში და მზვერავად შეუერთდა პირველ დივიზიონს, მეორე კოლორადოს კავალერიის მეოთხე ბრიგადის H კომპანიაში. ამ დროისთვის ის უკვე 29 წლის იყო. კიდევ ერთხელ, ჯონსონის სამხედრო სამსახური ხანმოკლე აღმოჩნდა. მხოლოდ 5 დღის შემდეგ მან არმიიდან გაიქცა და მთელი გამომუშავებული ფული უისკიში დახარჯა. ამის მიუხედავად, მოგვიანებით ის მეორე პოლკში გადაიყვანეს. უცნობია დასაჯეს თუ არა დეზერტირობისთვის, თუ ბლეფით თავი დაიძვრინა. ნებისმიერ შემთხვევაში, 1864 წლის ოქტომბერში ჯონსონი მონაწილეობდა ვესტპორტის ბრძოლაში, სადაც მას ფეხში და მხარში ესროლეს. გამოჯამრთელების შემდეგ ჯონსონმა გააგრძელა ბრძოლა სამოქალაქო ომში, სანამ 1865 წლის 23 სექტემბერს არ დაითხოვეს. ვერ იცოდა რა ექნა ახლა, ჯონსონმა გადაწყვიტა სახლში დაბრუნებულიყო და გაეგრძელებინა ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა: მუშაობა ოქროს საბადოებში, ალკოჰოლის გაკიგვა და ხეების ჭრა. რა თქმა უნდა, თავისი მძიმე შრომით ნაშოვნი ფურის უმეტეს ნაწილს ვისკისადმი დამოკიდებულებაში ხარჯავდა. ხეების მჯრელად, ანუ როგორც მაშინ ეძახდნენ, ვუდჰოუკად მუშაობისას, ჯონსონს და მის პარტნიორს ხშირად ესხმოდნენ თავს. ვუდჰოუკობა ყოველთვის სარისკო იყო, მაგრამ რადგან ისინი სიუების მიწის გულში იყვნენ დაბანაკებულები, ბევრს სჯეროდა, რომ ისინი სიკვდილის განაჩენს აწერდნენ ხელს. 1868 წლის ზაფხულში ადგილობრივ ტერიტორიაზე 7 ხის მჭრელის მოკლის შესახებ იყო ინფორმაცია გავრცელებული. რა თქმა უნდა, მათი მდებარეობა ხშირად იწვევდა თავდასხმებს, მაგრამ საბედნიეროდ, ჯონსონი და მისი პარტნიორი ყოველთვის ცოცხლები რჩებოდნენ. იმავე წელს, როდესაც ჯონსონი და სხვა ხის მჭრელები მუშობდნენ მასელსელის მდინარის შინარის შესართავთან, მათზე ჩაუსაფრდნენ სიუების ტომის 6 წევრი. შემდეგ სროლა დაიწყო, რის შედეგადაც ორივე მხარეს მამაკაცები დაშავდნენ, ხოლო სიუების ტომის ერთ-ერთი წევრი დაიღუპა.
მალე ამის შემდეგ ბრძოლა ჩიხში შევიდა. ამის მიუხედავად ჯონსონი ღია ადგილას გავიდა და მოაჩვენა თითქოს დანიდან ჩამოხსნილ ღვიძლის პატარა ნაჭერს ჭამდა. 5 გადარჩენილი სიუ და მისი თანამგზავრები ყველანი ფიქრობდნენ, რომ ეს ნამდვილი იყო. სწორედ აქ დაარქვეს მას ღვიძლის ჭამელი ჯონსონი. გარდა იმისა, რომ ორთქმავლებისთვის შეშას ჭრიდა, ჯონსონი ასევე სიუების ტერიტორიაზე ნადირობდა და მახეებს აწყობდა. ისინი მას კარგად არ იღებდნენ. მათ არა მხოლოდ მახეები და ტყავები მოპარეს, არამედ ერთხელ მისი ქოხშიც შეიჭრნენ და იქ დაელოდნენ, რომ სახლში დაბრუნებულიყო და ჩაუსაფრდნენ. ამიტომ ჯონსონს მახეების დაგება მოუწია. ეს მოიცავდა მოწამულ ხორცს და პატარა გვირაბს მისი ქოხის ქვეშ. იმ შემთხვევისთვის თუ თავს დაესმებოდნენ. როცა ჯონსონმა შეამჩნია, რომ რაღაც ვიგზე არ იყო, ის თავის გვირაბში შეძვრა და იატაკის ქვეშიდან ესროდა ინდიელებს. ჯონსონი ამ მთებში მონადირის ცხოვრებით მშვენივრად ცხოვრობ და ასე განაგრძო 40-იან წლებშიც. ის ყველა დიდ ბრძოლაში მონაწილეობდა და გენერალ მაილსის მზვერავიც კი გახდა. თუმცა ამ დროისთვის მისი არალეგალური ალკოჰოლის გაყიდვის დღეები დასრულებული იყო. მან იცოდა ვისკის გაყიდვის საფრთხეები და მისი სიბერე იმას ნიშნავდა, რომ რისკები უკვე ძალიან დიდი იყო. წლების განმავლობაში ამ საქმეში კარგ ფულს შოულობდა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ საკმაისად გაბედული იყო, რომ გაევლო ვუპ-აპის ტერიტორია, რომელიც თეთრკანიანისთვის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და მტრულ ადგილად ითვლებოდა. უფრო უსაფრთხო საქმიანობას რომ მიხვა, გარკვეული დროის განმავლობაში სამხრეთ მონტანას მთებში ექსკურსიებს უძღვებოდა. ის აგრძელებდა თავის ჩვეულ საქმიანობას, ნადირობასა და მახეების დაგებას. თუმცა ერთ ბიზნესსაც სცადა ხელი, რადგან გარკვეული დროის განმავლობაში დილიჟანსის ხაზი დაარსა. 1880-იან წლებში ის გახდა სამართალდამცველი კოლსონში, ქალაქში, რომელიც მდებარეობს მარშალში, რედ ლოჯში, მონტანაში. თუმცა ეს საქმე უინტერესო აღმოჩნდა, ამიტომაც გადაწყვიტა ველური დასავლეთის შოუში მიიღო მონაწილეობა. მაგრამ ეს კარიერული გზა დიდხანს არ გაგრძელდა. აღნიშნულია, რომ ჯონსონს ბილ კოლდი სძულდა. ასევე ის თავისი ხელფასით უკმაყოფილო იყო. ამიტომ ჯონსონმა თავი დაანება და კოლსონში დაბრუნდა. სხვა ადამიანებთან ყოფნით დაღლილმა და მარტო მშვიდი ცხოვრების სურვილით, მან ტყეში ქოხი აიშენა, რომ იქ გაეტარებინა თავისი დღეები. თუმცა მალე ის ქალაქის შერიფი გახდა, თანამდებობა, რომელსაც 1884 წელს პენსიაზე გასვლამდე იკავებდა. ის ქალაქში კიდევ რამდენიმე წელი ცხოვრობდა, სანამ 1899 წლის დეკემბერში კალიფორნიის სანტა მონიკაში ვეტერანთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის გარდაიცვალა მხოლოდ 1 თვის შემდეგ, 1900 წლის 21 იანვარს. ჯონ ჯონსონი დაკრძალეს ვეტერანთა სასაფლაოზე ლოს-ანჯელესში. თუმცა მოლაპარაკებებისა და ახალგაზრდა სტუდენტების ჯგუფის მიერ ჩატარებული კამპანიის შემდეგ 1964 წლის ივნისში ჯონსონის ნეშტი გადაიტანეს Old Trail Town-ში, კოლბი, ვაიომინგში. ქალაქი მხოლოდ 65 მილითაა დაშორებული მის ყოფილ ქოხს, რედ ლოჯში და ერთ-ერთი მისი საყვარელი ადგილი იყო. 1962 წელს გამოვიდა ფილმი, რომელიც დაფუძნებულია რობერტ ბუნკერის წიგნზე, Crow Killer-ი, ღვიძლის ჭამელი ჯონსონის საგა. ფილმს ეწოდა ჯერემაია ჯონსონი და მთავარ როლში რობერტ რედფორდი თამაშობდა. როგორც წიგნი, ასევე ფილმი თავისუფლად არის დაფუძნებული მის ცხოვრებაზე და განსხვავდება ნამდვილი ამბისგან. გმადლობ ყველას რომ უყურეთ ამ ვიდეოს ჯონ ჯონსონზე, ანუ ღვიძლის მჭამელ ჯონსონზე. იმედი მაქვს მოგეწონათ. თუ მოგეწონათ, დამიტოვეთ მოტონება ქვემოთ და თუ გაქვთ რაიმე წინადადება, გამომიგზავნეთ ელპოსტა ან დატოვეთ კომენტარი. ასე რომ, ეს იყო ყველაფერი ჩემგან და შევხვდებით შემდეგ გადაცემაში დავიწყებული ცხოვრებები. მადლობა.